აღვიძარა პირდაპირ ეთერშია. გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში რეალური შოუ მაგტიფანის ლაივ კონცერტი გაიმართა. კონკურსანტები მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგნენ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან პროექტის რეზერვისტები, ნათია თოდუა, აკე პატარაია, ომო მარგოლაშვილი და ნანა ზურიაშვილი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა რომ გვეწვევთ, ვიდრე გავისაუბრებდეთ, მოდი ვნახოთ გუშინდელი ლაივ კონცერტი სკოლაში. ახლა შემოგვიერთდა. ახლა მე მგონი დადგა დრო, რომ გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად გადაწყვეტენ ჩვენი კონკურსანტების ბედს. ანუ ჩვენი ღრმად პატივცემული, უსაყვარლესი და რაც თავარია უკომპეტენტურესი ჟიური. იყოს გადაცემ. ბატონო დავით, თქვენ რა სიტყვით? ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ პროექტისთვის, სადაც ბენდი უნდა შეიქმნას. სიმღერაც მგონია რომ სწორედ გვარჩევდა. ვცდილობდი რომ ტომ იორკიას ნაერად გემღერა, მაშინ მოძრაობაც უნდა მოძრაობაში უფრო აქტიური ყოფილიყავი. როლს თამაშობენ და კიდევ ერთხელ გავაგზავნა. ბუკაშვილი ხოთ? გავამხრევოთ. შემდეგი გახლავთ სოფია აღაბიშვილი. სოფიამ. ასევე და მეოთხე აუტსაიდერი თაგო ანანიკიანი. ჩვენ დღეს მივიღეთ ქულების მინიმალური რაოდენობა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს არაფრის დასასრულს. უბრალოდ ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ამ 4 აუტსაიდერიდან, პატივცემულო ტელემაყურებლებო, გამოვარჩიოთ ის ერთი იღბლიანი, რომელსაც აირჩევენ თავად კონკურსანტები, 6 ლიდერი კონკურსანტი, ანუ ფარული კენჭისყრის პრინციპით. მოდი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ აზე არ აქვს ხმების ჩამორიგებას, იმიტომ რომ უმეტესი ხმა დააგროვა 5 ხმა. ესო! ბიჭების ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდებოდი. რაღაცა შოკი იყო და ისეთი გახარებული ვარ მაგით და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი რა ძალიან ვიღარია. მადლობა ბიჭებო.
ბაუძარა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ჩვენ სტუდიაში სტუმრები არიან პროექტ მაგთიფანის რეზერვისტები. მოდი, სანამ გავესაუბრებოდეთ, წაგიხსნით ძირითად პრინციპებს. თითოეული კონცერტის შემდეგ 4 აუთსაიდერი ვლინდება, რომელთაგან ერთს მონაწილეები არჩენენ, ხოლო დანარჩენი 3-ის ბედი გადაწყდება მომავალი კონცერტის SMS-ების შედეგებზე. თუ 2 ადამიანი, რომელიც დააგროვებენ ნაკლებ ხმებს, ისინი პროექტს დატოვებენ, ხოლო მათ ჩაენაცვლებათ 2 რეზერვისტი. როდესაც რეზერვი ამოიწურება, ამის შემდეგ პროექტს ტოვებს 1 ადამიანი, ფინალში კი 7 მონაწილე რჩება. სტუდიაში სწორედ ეს რეზერვისტები ყვანან, ესენი არიან ნათია თოდუა, აკე პატარაია, ომო მარგოლაშვილი და ნანა ზორიაშვილი. მოდი დავიწყოთ, თითოეულს გავიცნოთ და ნათია, მინდა კითხო, რა იყო შენი мотиваცია, როდესაც მაგთიფანში აპლიკაცია გამოგზავნე და თუ გაქვს მუსიკალური განათლება? მუსიკალური განათლება არ მაქვს და იქიდან გამომდინარე, რომ არც გამოცდილება არ მქონდა, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი ამ პროექტში და თან მომეწონა ის, რომ მხოლოდ ერთი არ არის გამარჯვებული, არამედ იქნება ბენდი, რომელიც საქართველოს არაერთ ტურნეზე წარადგენს და ეს იყო ჩემთვის ამან გადამადგმებინა ეს ნაბიჯი, რომ მოვსულიყავი და მეორე კასტინგზე არანაირად იმედი არ მქონდა იმის, რომ მოხვდებოდი 18 კაცს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ ალბათ საჭირო ჩათვალეს, რომ მეც მათგან ერთ-ერთი ყოფილიყავი და მიხარია, რომ დღესდღეობით აქ ვარ. მაინც რა არის უფრო კონკრეტულად როგორ გითხრა, შენი აზრით რას მოგიტანს ეს პროექტი? პოპულარობა, შემოსავალი, პროფესიული ზრდა თუ რა გქონდა მიზანი? პროფესიული ზრდა. თუმცა შენ გინდა რომ გახდე პროფესიონალი მომღერალი და არა ეს იყოს ხობის დონე. დიახ, და ეს დასაწყისი არის და დასაწყისისთვის ჩემი აზრით კარგი არის. შენ ხარ რეზერვისტი, შენი ბედი უნდა გადაწყვეტოს მაყურებელმა. შენი აზრით რა არის ის ძირითადი თვისება, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს ძლიერი მხარე რო გითხრა, რით გამოირჩევი სხვებისგან? რთული არის ხა ეს რო ვთქვა, მაგრამ მე ის მიხარია, რომ 18-ივე არის ინდივიდუალურად განსხვავებული, ყველა სხვანაირად უმღერით და მომწონს მათთან ერთად ყოფნა და ჩემი აზრით მაყურებელზეა დამოკიდებული თვითონ როგორ ჟანრსაც და როგორ სტილსაც მღერის, იმ ადამიანს გადაარჩენს ალბათ, თორე მე როგორც კონკურსანტი თითქმის ყველა მონაწილე მომწონს, იმიტომ რომ კარგად მღერიან და კარგი მასალა არის დასამუშავებლად ყველა და ჩემი აზრით თითოეული მათგანი ღირსეული იქნება და გამარჯვებისთვის. უბრალოდ ეს მაყურებელზეა დამოკიდებული, რომელ ჟანრს მიაჭებს უპირატესობას. და თავისთავად ის იქნება გამარჯვებული. ნათია, ერთია სცენაზე შეასრულო კარგად სიმღერა, მეორეა ცხოვრობდეს სალში, სადაც 1000-ობით კამერა გაკვირდება და 1000-ობით მაყურებელი. რამდენად ხარ ფსიქოლოგიურად ამისათვის მზად? მიჭერს შეგუება, მაგრამ მიხარია, რომ რეზერვი ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გარედან ვნახავ როგორი სიტუაცია არის, თან მიხარია, რომ პირველივეზე არ მოვხვდი, იმიტომ რომ დიდი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ მე გამოვარდნილიყავი ან აუთსაიდერი ყოფილიყავი და რეზერვისტობა მეხმარება იმაში, რომ ამ ყველაფერს შევეგუო და როცა შევალ, იქვე განვითარდება ალბათ მოვლენები, იმიტომ რომ წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრა, მით უმეტეს რომ რეალური შოუ, რეალიტი შოუ და კამერები არის ისეთ ადგილას, სადაც არც ვიცი და იქიდან გამომდინარე გამიჭირდება. მოდი მაყურებელმა უკეთ რო გაგიცნოს, ნახოთ შენი პორტრეტი, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მომზადა.
ნათიას შესახებ უკვე საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ, ახლა მეორე რეზერვისტი გავიცნოთ უფრო ახლოს, აკე პატარაია. მოგვიყევი გააცანი მაყურებელს უფრო კარგად შენ თავი რას საქმიანობ, შენ თუ გაქვს მუსიკალური განათლება? არა, არანაირი, ესე იგი, დავამთავრე საერთაშორისო ეკონომიური. ბავშვობიდანვე რაღაც უფრო სპორტით ვიყავი გადაცებული, ფეხბურთი, კალათბურთი. მაგრამ ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც მაკვდა და როცა პირველად დავიჯერე გიტარა ხელში და რამოდენიმე თვე გავიდა, მივხვდი რომ ეს არის შენი მოწოდება. რამდენი წელია რაც მივხვდი მუსიკა შენი მოწოდება? 6 წელია უკრავ. მოდი სანამ უშუალოდ შენ თავზე გითხავ, გუშინდელ კონცერტს როგორ შეაფასებ? გუშინდელ კონცერტზე სანამ დაიწყებოდა ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ გენერალურ რეპეტიციას მაინც არავინ არ იხარჯებოდა ბოლომდე რატომღაც, ალბათ თავს ინახავდნენ და რაც დავინახე გენერალურ რეპეტიციაზე შევშინდიო ცოტათი რომ არაოდ ესეთ ამბეჭ და სანახაობას. ხო, მაგრამ როცა დაიწყო კონცერტი და არ გავჩერებულ ვარ. ძალიან გულშემატკივრობით. კარგი, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მოსულიყავი ამ პროექტში პირველ რიგში? რომელმა პირობამ მოგხიბლა? ნათიამაც ახსენა რომ ეს ბენდი არის რაღაც განსხვავებული სხვა კონკურსებისგან. აი ამან ითამაშა დიდი ფაქტორი ეს იყო თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზები? და პირველი კონკურსია თუ არა, ესეც მაინტერესებს. დიახ, პირველი კონკურსია. და არც არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული საერთოდ ამ პროექტებით, რაც ტარდებოდა საქართველოში. და აი ამ პროექტში მომიყვანა ჩემ ადამ. არც ვიცოდი სად მოვდიოდი, ეგრევე დამირეკა, წამოდი გავიდეთ უნდა. მოვედით მაგთი კლუბში. არც მზად ვიყავი არაფერი. და აი რომ ჩავედი აქ ლაპარაკობდნენ რა, ანუ ბავშვებიც ლაპარაკობდნენ, ჟიურის წევრებიც, პედაგოგები. აი ყველაზე ისეთი мотиваცია რაც იყო, აი საკუთარი კომპოზიციებიო რა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამასო და ანუ შენ საკუთარი კომპოზიცია შეასრულე. აი ნათიასაც დაუსოლევან მე ეს შეკითხვა, რა წელი პროექტისგან? შენ ეზრით რას მოგიტანს ის? ზრდას უბრალოდ რა. გამოცდილება. და ალბათ მოსამზადებელი ეტაპი ძალიან რთულია ყოველდღიურ და ალბათ რეპეტიციები გაქვთ. თუ არის ცნობილი უკვე პირველ კონცერტზე რას შეასრულებ, გაგუნხეო? არა. არა. კარგი, მოდი მაშინ შენ შესახებაც ვნახოთ ვიდეო და უფრო კარგად ნახავს მაყურებელი შენ შემოქმედებას. მოდი ახლა გავიცნოთ კიდევ ერთ რეზერვისტს, ომო მარგველაშვილს. ომო, გააცანი შენი თავი პირდაპირ ეთერში მაყურებელს. საიდან ხარ, რამდენი წლის ხარ? როგორ ხარ? როგორ ხარ? რა საქმეა? ომო მარგველაშვილი.
ზურაშვილი 21 წლის, დავიბადე ქუთაისში. სწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მუსიკალური განათლება დიდი არაფერი, 4 წლები დავამთავრე მუსიკალური მხოლოდ, მაგრამ შემდეგ იყო ჩემ ცხოვრებაში დიდი წარმატება, მოხვდი ერთ-ერთი ორკესტრის სოლისტად, ცოცხალი ორკესტრის სოლისტად ქუთაისში ვიყავი სადღაც 11-12 წლის. აი აქედან დაიწყო ჩემი გამოცდილება, მაგრამ მე როგორც ყველას გარდა ეხსასაკი ხმას, ხმის მუტაცია და ძალიან დიდი ხანი არ მიმღერია. და შეიძლება ითქვას, რომ მას მე არც მიმღერია არსად, საერთოდ. იმიტომ რომ იმდენად შემეცვალა ხმა, რომ ცოტა შემეშინდა, რომ ვაიმედე და რაღაცა იმჭი და ეხა და ომო საინტერესოა, აი რომელ მუსიკალურ მიმართულებაში უფრო კომფორტულად ვზნობ თავს. აი თუ არის რაღაცა კონკრეტული სტილი, ის როგორ არის? აი 2 წლის წინ რო დაგესვათ ეგ კითხვა, გეტყოდით, რომ სადღაც შეიძლება ის არა ქვია, ოდნავ soul-ი ან შეიძლება ჯაზის, ну რაღაცა ეგრე, მაგრამ ეხლა უფრო რატომღაც მომწონს კლასიკური როკი და ნახოთ რა, მაგრამ ფორმატ, ანუ როგორ იცით, კონკურსში არის მრავალჟანრობრივი ზოგადად. ვინც ძალიან გამოკვეთილი ინდივიდია, ის უბრალოდ არ მოუწევს, რომ სხვადასხვა ჟანრი შეასრულოს და ის ვინც ჯერ კიდევ ესე რა თქვა, შეიძლება რომ ჟანრობრივად ცადო ის ბავშვები, თუნდაც პოპში, ჯაზში ან როკში. არა, უბრალოდ მისი ტემბრიც გაძლევს ამ საშუალებას. აქვს ზოგადად ზოგს პროექტში ისეთი მის ტემბრი ისეთი გამოკვეთილი ინდივიდუალური, უბრალოდ იმას ახლა პოპს ვერ ამღერებ და ვერ დააძალებ, რომ იმღერე რაღაც. ეს თუნდაც არ მომხდას. ხო. თუმცა უნდა შეიძლება მოუწიოს სხვადასხვა ჟანრის სიმღერის შესრულება. არ გამოუწია. ომო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკითხები, მეც რეალურ შოუში მიმიღია მონაწილეობა, რამდენად ფსიქოლოგიურად მზად ხარ ამისთვის. იმიტომ რომ ეს ხო იცი ცოტა რთული საქმეა. არ ვიცი, ეხლა პასუხობთ, რომ მგონია რომ არ, მაგრამ იქ თუ დამეწყო რაღაცები ნერვოზები არ ვიცი. ხო და მეწყო რომ უყურებ და რომ წარმოვიდგინე. ხო, მაგრამ იმენ დატვირთული რეჟიმი გადა. ხო, დატვირთული თავარია ეგ არის. ხო. იქნება თავის დრო. და ჯერ რეზერვისას პრივილეგია გვაქვს, რომ ცოტა გარედან უყურებ სანამ შევალთ და რაღაცებს თუმცა მობილიზებული უნდა იყოს, არა ვთქვათ, ისე ნერვოზზე და იქ რაღაცა დაძაბულ სიტუაციაზე თუ შეიქმნება ხალხი, თავარია საქმეზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გააკეთო ის რისთვისაც შესული ხარ. ეს არის მუსიკა და აუცილებლად უნდა გააკეთო შენი მაქსიმუმ. თან მით უმეტეს დროც გექნება ამისთვის და არც Facebook-ები არ იქნება, არც ტელევიზორები და არაფერი და მით უმეტეს ყველანაირად ხელს გვიწყობენ იმაში, რომ დავიხარჯოთ ბოლომდე და ვაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად. ანუ დრო არ რჩება იმდენი, რომ რაღაც ძალიან ისეთი ჩემი აზრით მაქსიმალურად არის, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ ყველაფრის სიძნელის და ეტაპების ნაბიჯების გავლის შემდეგ უფრო მობილიზებული იქნები, უფრო მიზანმიმართული იქნები და უფრო ძლიერი და თუ ამ ყველა გამოცდას გაუძლებ. კარგი, ნახოთ ომოს ვიდეო, უფრო კარგად რო გაიცნოს მაყურებელი. Special, so we're rushing to try to push us, so down on the we'll never see the shooter around. Another promise, another ship, another I'm first getting better, bring another red gems coming to an end and others we'll never see the shooter again. და დაგიბრუნდეთ, მოდი მეოთხე რეზერვისტიც გავიცნოთ. ნანა ზურიაშვილი მაპატია. მოდი ხა შენ გააცანი მაყურებელს შენი თავი, როგორ მოხვდი პროექტში, როგორ შეავსე აპლიკაცია, რატომ გადაწყვეტე ამ აპლიკაციის შევსება და გაქვს თუ არა მუსიკალური განათლება? ვარ ნანა ზურიაშვილი, დავიბადე ყვარელში, გავიზარდე რუსთავში. ხო, ბავშვობიდან მიმოგზაურე, თეთრ. ხო, მუსიკალურ განათლებას რაც შეეხება 7 წლები მაქვს დამთავრებული, მეტი არაფერი.
გამოცდილება ვგალობდი ეკლესიაში წლები, მე ფოლკლორული ანსამბლი, მე საკუთარი ბენდი, როკ ბენდი, მაგრამ რაღაცა როკში ვერ მოვერგე, ცოტა ჩემგან შორს იყო, თითქოს მიხდება რომ შემომხედავენ, მაგრამ ამ დროს რაღაცა ვერა ვარ როკში. მე სოლო კარიერა იყო, რაღაცა ჩემთვის უმღეროდი, რამოდენიმე ბარში ვიმღერე და მე დაახლოებით 7 თვე საერთოდ თავი გავანებე სიმღერას, წინა იმაში კასტინგებზე ვიყავი სხვაგან და რაღაც საერთოდ გული ამიცრუდა, მეთქი всё აღარაფერს აღარ ვიმღერე და ხელი ჩავიქნიე და მეგობარმა დამირეკა, რომ ესე და ესე რაღაც კაი კონკურსია და იქნებ თან ბენდი იქნება და გეცადა მაინც გაქვს რაღაც შანსები. წამოვედი რა ვიცი მივედი და ესე გამიმართლა ვარ პროექტში. ანუ ეს იყო ძირითადი მიზეზი, ანუ თქვა აი იგივე ბენდი და იგივე ხელშეწყობა იყო ძირითადი მიზეზი, ძირითადი მიზეზი ეგ იყო, რომ ანუ ერთზე არ კეთდება აქ რაღაც აქცენტი და არის რაღაც შანსები, რომ იქ მეორე ან მესამე მაინც იყო, თუნდაც მეხუთე კარგი ჩანდაბას. თუმცა მაინც რაღაცა ერთი საქმე აკეთო. ამ პროექტიდან ასელი. პირველ რიგში მეც ბავშვები, როგორც ბავშვებმა თქვეს, გამოცდილება, რაც არ მაქვს ნამდვილად, არც ვოკალური და არც თუნდაც ის, რომ ამდენი ჭიერ ბავშვთან ერთად გიწევს ცხოვრება და მე ძალიან მოხარული ვარ ამის, ამდენი კარგ ბავშვს შევხვდი და აი როგორ გითხრათ, ჩემთვის ეს უფრო დიდი ეს მომენტი მაქვს რა, მე რომ რეალიტში და თან ესეთ კარგ ბავშვებთან და მე უკვე ის რომ რა თქმა უნდა აქცენტი სიმღერაზე გაკეთებული მუსიკაზე და მეტად გაიზდები, მეტად დაიხოცები და შეგინდა გამოხვალ უკვე სხვა ადამიანი და მეტი შანსიც გექნება რომ მასწავლებლები კი, აი თუნდაც ეგ მომენტია ყველაზე მთავარი. ელოდება, ესეც უნდა ვთქვათ. სერიოზული. საზარელოში როგორ მიდიოდა რეპეტიციები რა ხანგრძლივობით? პედაგოგები როგორი კაცი? კი, სიმკაცრი არის, სიმკაცრი თუ არ იქნება, არც არაფერი არ იქნება, ისე როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, მეტად უნდა ეს სიმკაცრეც ისევ თქვენთვის არის. მოთხოვნები უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენც ცოტა ვეცადოთ უფრო მეტი, კი, ზარ მაცავდით თავიდან, მართალია ვიტყვით. მაგრამ ეხლა უკვე რაც მოდის ახლოს ეს რაღაც ნევათაღელაც გემატება, რომ აი მე დროზე შევალ პროექტი რაღაც, უფრო ისა მობილიზებულები ვართ ჩვენც მეტად. და როგორ ფიქრობ, აი თუნდაც აი იგივე კითხვები დავსვით, სახლის აი დახურულ სივრცეში აი რაღაც ამდენ უცხო ადამიანთან, მაინც კი ახალგაზრდები ხარ და კი რაღაც ანუ ყველა თითქოს ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ მაინც არის აზრთა სხვადასხვაობა. როგორ ფიქრობ, როგორ გაუძლებ, თუ იქნება რაღაც დაძაბული მომენტი სახლში ან მზად ხარ ამისთვის? მზად ვარ, საერთოდ არა კონფლიქტური ვარ ვიტყვი, მაგრამ ну ეხა თუ სადღაც რაღაც მოხდება და მე პირადად დაგემართება ნერვოზები. ხო, ეხლა მაგას ვერ გამორიცხავ, შეიძლება ვაფშე ისეთი რაღაც დაგემართოს, რომ ანუ შიგდით არ ყოფილიყარ ესეთ სიტუაციაში, ხო პირველია შენთვის, რომ საერთოდ კომუნიკაციას მოშერული არანაირი ტელევიზორი, არანაირი სულ არაფერი, შეიძლება მოხდეს რაღაც. ეხლა წინასწარ მაგას ვეცდები, ან ეხლა ვუყურო, გავითვალისწინო შიგნით ხდება და მეც ხო მე მგონი რეზერვისტობას შედარებით ადვილი მოდი, მაყურებელმა რომ კარგად გაგიცნოს, შორი თვალიდან უყურებ. მოდი მაყურებელმა რომ კარგად გაგიცნოს, შენი ვიდეო ნა. What am I supposed to do? I want to cook you a soup that runs too, but nothing would change your time. I'm just a day that brings it all about. I'm just another day, nothing's any good. Did you play my same song? Oh, I have so much to do. I have to carry on. I wanted to feel squeeze, never let me go. Feel like you, I can go so long. Oh, yeah. I
მოგეთ 4-ვე რეზერვისტი გაიცა ნომაყურებელმა. შეგახსენებთ, რომ მაღვიძარას სტუმრობდნენ რეზერვისტები ნათია თოდოა, აკე პატარაიაო, მომარგოლაშვილი და ნანა ზურიაშვილი. ხვალ მაღვიძარა კიდევ 4 რეზერვისტს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ მაესტროს ეთერში ტრიალებს რეზერვისტთა პრომოები, სადაც მათი პირადი ნომრებია მითითებული, მაყურებელს საშუალება აქვს რომ დაუმესიჯოს სწორედ SMS-ების რაოდენობა გადაწყვეტს იმას, თუ ვინ ჩაანაცვლებს, რომელი ორი მონაწილე ჩაანაცვლებს აუთსაიდერს. შესაბამისად, ასე რომ მოიმარჯვეთ ტელეფონები და აირჩიეთ თქვენი რჩეული.